მეგობრებო, ვაგრძელებთ ისტორიულ რაკურსს და დღეს ვისაუბრებთ ჰავაის სახელმწიფო გადატრიალებაზე. მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებულ შტატებში არის ასეთი შტატი, კუნძულები, წყნარ ოკეანეში, ჰავაის კუნძულები და ასე მინდა გავამახვილოთ ჩვენი ყურადღება. ესე იგი, 1830 წლიდან, რო იცოდეთ, მეგობრებო, მას შემდეგ რაც მისიონერებმა, ნავიგატორებმა ეს კუნძული, ასე ვთქვათ, აღმოაჩინეს და აქტიურად დაიწყეს სიარული, ამერიკელმა ინვესტორებმა დაიწყეს შაქრის ტკბილი მცენარის მოყვანა ჰავაიზე. აშენს და ჰავაის შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ჰავაის პროდუქტებზე არ მოხდებოდა საბაჟო გადასახადის დაკისრება, რის შედეგადაც შაქრის ექსპორტი აშშ-ში მკვეთრად გაიზარდა. ჰავაის კუნძულების ადგილობრივი მოსახლეობისთვის თეთრკანიანი ხალხის გამოჩენა იყო კატასტროფა. მათ მიერ მოყვანილი დაავადებების გამო. ადგილობრივი მოსახლეობა შემცირდა, დაახლოებით 400,000 ჰავაიელი თეთრკანიანი ხალხი ჩამოსვლამდე, 1870 წლისთვის კი მხოლოდ 60,000 ადამიანი დარჩა ადგილობრივი ძვირფასო მეგობრებო. ბევრმა ჰავაიელმა დაკარგა მიწა და იძულებული გახდა თეთრკანიანი მესაკუთრების პლანტაციებზე ემუშავა. ხო, ჰავაის მმართველი დედოფალი მართავდა ჰავაის, მისი ეს თქვა პიროვნების სახელი იყო ლილიუ ოკალანი. იგი ამოვლენებს შეშფოთებით ადერმოდა თვალს, ახლა თავის საყვარელი ქვეყანა კატასტროფის წინაშეა და ცდილობდა ადგილობრივი მოსახლეობის და იმიგრანტების ინტერესების დაბალანსებას. ლილიუ ოკალანი ბევრი ჰავაიელისთვის სიმბოლური ფიგურაა. ის იყო პირველი მმართველი დედოფალი, რომელიც იბრძოდა დამოუკიდებლობის და ჰავაიელი კულტურის შენარჩუნებისთვის. ლილიუ ოკალანი ჰავაიელებს შორის ყველაზე პოპულარული მონარქი იყო. მიუხედავად მისი პოპულარობისა, ის აშშ-მ ჩამოაგდო ძვირფასო მეგობრებო. აი ასეთი ცივილიზაცია, დემოკრატია შეიტანა. ჰავაიში მცხოვრებ აშშ-ის მოქალაქეები, მათ შორის შაქრით მდიდარი პლანტაციის მფლობელები, ლობირებდნენ დედოფლის გადაყენებას. ანუ ამერიკელები თვითონ იქ ვინც შაქრის იმით იყო დაკავებული, ლობირებდნენ რომ გადავაგდოთ ეს კალიო. ახლა მოგიყვებით როგორ მოხდა ეს. აშშ-ის დიპლომატის ჯონ სტივენსის მხარდაჭერით ამერიკელმა პლანტაციის მფლობელებმა მიმართეს აშშ-ის სამხედრო ძალებს. დახმარებისთვის მიმართეს სამხედრო ძალებს. დედოფალი ჩამოვაგდოთო. და 1893 წლის 17 იანვარს მოხდა სახელმწიფო გადატრიალება. ძვირფასო მეგობრებო. კერძოდ, საბრძოლო გემი ბოსტონი, USS ბოსტონი შეიჭრა ჰონოლულუში, ჰონოლულუ დედაქალაქია დღესაც ჰავაის და 162 ამერიკელი საზღვაო ქვეითი ცეცხლსასროლი იარაღითა და ქვემეხებით გადაჯდა აი ამ კუნძულზე და დედოფალმა ლილიუ ოკალანიმ, რომელიც ადევნებდა თვალს დამპყრობლებს, თქმა უნდა შეეძლო შესულიყო კონფრონტაციაში, მაგრამ იცოდა რომ აზრი არ ქონდა ეხლა 60,000-იანი მოსახლეობით, შემდეგ ამერიკა უფრო ძლიერად დაარტყავდა, ამიტომ სისხლის ზღვას თავიდან ასაცილებლად წინააღმდეგობა არ გაუწევია და მან მისცა საშუალება რომ და გადადგა ეს ქალი და ასე ვთქვათ დედოფალი და მოხდა სახელმწიფო გადატრიალება. ჰავაის მშვიდი დაპყრობა შეუმჩნეველი არ დაჩენილა და გროვერ კლინი, პრეზიდენტმა, ამერიკის პრეზიდენტ გროვერ კლინმა, რომელიც დემოკრატიული პარტიიდან იყო და რომელმაც სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ 93 წლის 4 მარტს ჩაიბარა თანამდებობა, ანუ მანამდე სხვა იყო პრეზიდენტი, იმან ჩამოაგდო ეს ისა, მაგრამ შემდეგმა პრეზიდენტი წესიერი კაცი იყო და ეცადა რომ 18 დეკემბერს თავის ყოველწლიური მიმართვაში კონგრესის ორივე პალატის წინაშე დაგმო ჰავაიში მომხდარი გადატრიალება. მაგრამ აზრი არ ქონდა, ვერაფერს ვერ გახდა პრეზიდენტიც კი ამერიკის. მან თქვა, ჰავაის კანონიერი მთავრობა დაემხო მახვილის აშიშვლებისა და გასროლის გარეშე, განაცხადა პრეზიდენტმა კლინმა. ომის აქტით, რომელიც განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური წარმომადგენლის მონაწილეობით და კონგრესის ნებართვის გარეშე. დაემხო სუსტი, მაგრამ მეგობრული და ნდობით ახსავსე ხალხის მთავრობა. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ამან არაფერი შედეგი არ გამოიღო. გადატრიალება დარჩა და თავისი ხალხი თავის პრეზიდენტი, ხო, მოდი გავაგზავნოთ და ვნახოთ რა.
მაგრამ ჰავაიში მონარქიის აღდგენა არ იყო ის, რაც სახელმწიფო გადატრიალების ავტორებს სურდათ. მათ გამოაცხადეს ჰავაი რესპუბლიკა ცალკე და დემოკრატიული არჩევნების გარეშე იურისტი სანფორდ დოული გახდა ჰავაის პირველი ერთადერთი პრეზიდენტი. გადატრიალების მონაწილეებმა მიიღეს ახალი კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც მხოლოდ ადგილობრივ ჰავაელთა მცირე ნაწილს ჰქონდა არჩევნებში მონაწილეობის უფლება, ხოლო იქ მცხოვრებ სხვა ჰავაელ აზიელებს ეს სრულიად აეკრძალათ. დედოფლის მომხრეებმა სცადეს ჰავაის დამოუკიდებლობის გადარჩენა და დედოფალ ლილიუკოლანის დაბრუნება, მაგრამ მათი მცდელობა წარუმატებელი იყო. დედოფალი დააკავეს 1895 წლის 16 იანვარს სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით გაასამართლეს. არავის სხვა არამედ სწორედ გადატრიალების მომწყობებმა და ჰონოლულუში იოლანის სასახლეში ციხეში ჩაასვეს. აი ასეთი მოძალადე ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები, ძვირფასო მეგობრებო. პრეზიდენტმა კლივლენდმა, რომელსაც მეორევადი კეჭისყრა არ ისურვა, კაი კაცი რომელიც იყო, 1897 წლის 4 მარტს თანამდებობა რესპუბლიკურ უილიამ მაკინლის გადააბარა. პრეზიდენტი მაკინლი იმპერიალისტი იყო და კოლონიური ესპანეთის წინააღმდეგ ომის გამოსხდების შემდეგ კუბას და პუერტო-რიკოს გარდა შეერთებულ შტატებმა ასევე იბრძოლა ფილიპინებზე, რომელიც წყნარი ოკეანის მეორე მხარეს მდებარეობდა. შესაბამისად, ჰავაი ამერიკისთვის მნიშვნელოვანი სამხედრო ბაზა გახდა. ჰავაი ჩვენთვის იგი ამბობს, ისე საჭირო არის, როგორც კალიფორნია და შესაძლოა კიდევ უფრო მეტადაც, განაცხადა მაკინლი. ეს ჩვენი აშკარა დანიშნულებაა. ანუ დაიპყრეს ჩამოაგდე დედოფალი და დედოფალი გარდაიცვალა პატიმრობაში. პრეზიდენტ მაკინლის რეკომენდაციით ჰავაი გახდა ანექსირებული სენატის წარმომადგენლების და სახლის ერთობლივი დეკლარაციის მიხედვით 1898 წლის 7 ივლისს. ასე რომ ერთი ფურცლის ხელმოწერით ყოველგვარი სროლის გარეშე აშშ-მ დაიკავა კუნძული და გახადა მისი კოლონია. როგორც ეს იყო კუბაში, ასევე შეერთებული შტატების სამხედრო ფლოტმა დააარსა სამხედრო ბაზა ჰავაიშიც. იქ ხო დააარსა ბაზა კუბაში, ხო გახსოვთ მეგობრებო? აქაც დააარსა და აბა თუ გამოიცნობთ აერქვა ამ იმას. ეს იყო პერლ ჰარბორი. აი ის პერლ ჰარბორი, რომელიც მეორე მსოფლიო ომში ფიგურირებს ძალიან მნიშვნელოვნად. მეორე მსოფლიო ომის დროს პერლ ჰარბორი გახდება ხო ეს აშშ-ის ცნობილი სამხედრო ბაზა მსოფლიოში, როდესაც იაპონელებმა მას შეუტიეს, რამაც ამერიკის მოსახლეობაში ღრმა შოკი და აშშ-ის ომში შესვლა გამოიწვია. მხოლოდ 1959 წელს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჰავაი გახდა შეერთებული შტატების მეხუთე სახელმწიფო შტატი. ანუ რას გულისხმობ, ნახე მეგობრებო, მანამდე უბრალოდ დაპყრობილი ქონდა, გადააგდო ისა, აუკრძალა ყველაფერი, კოლონია გახადა, თავისი ბაზები დააარსა და ასე იყო მეგობრებო, რაღაცა არ ვიცი, 100 წელი, 100 წელიწადზე მეტი. და ბოლოს უბრალოდ შემდეგ რავი ტყილა არისო, მოდი შევიერთოთო, ბარემ შტატი გახდესო და შეიერთეს. აი, რა ვიცი, შეფასება თქვენთვის მომინდვია. მადლობა ყურადღებისთვის.